გამარჯობა. უკაცრავად მირეკავენ. უცხო ნომერია. ალო. დიახ. დიახ, მე ვარ. ოთარ დადიშვილი, დიახ. გამარჯობა ბატონო მიხეილ. მიშა სააკაშვილი. დიახ. აჰა. წელი გტკივათ, მე მგონი რადიკულიტი გაქვთ. აჰა. რეზიდენცია მარტომ დაცალეთ. ბევრი სიმძიმე აწიეთ. დიახ, და ხვალ გდებავთ, ჩემთან მოხვიდეთ. არა, ხო სწორად მესმის თქვა, ამიტომ ვიმეორებ თქვენ სიტყვებს. დიახ. გადაგიღოთ ტომოგრაფია, კი ბატონო. რომელ საათზე მობრძანდებით? არა, მე სუმცალია ხვალ. კითხეთ, რომ 2-ზე, 2 საათზე. კი ბატონო. კი ბატონო, მობრძანდით და გადაგიღებთ. კარგი. კარგი, მესმის, რომ ჩემზე კარგი ექიმი არ არის საქართველოში, კი ბატონო. მესმის. კარგი. კარგი. ესე იგი, ახლა არ არის ჩემზე კარგი ექიმი საქართველოში. ახლა გავახსენდი და მანამდე ჭიპაშვილი, ჭიაბერაშვილი, კვიტაშვილი, ვინ არ დანიშნა ჯანდაცვის მინისტრად ბოდიში კიდე მირეკავენ. უცხო ნომერია. ალო. გისმენთ? კი, ოთარი ვარ დადიშვილი. რომელი ბიძინა? როგორ ვერ გიცანით ბატონო ბიძინა? დიახ. აჰა. ბოდიში ჩაგეძიებით. თუ სწორად გავიგე, რა ბრძანეთ, პინგვინსა აქვს რადიკულიტი? აჰა, გაცივდა. კი ბატონო. და გნებავთ რომ მე გადავუღო ტომოგრაფია. დიახ. დიახ, გვალოთ ბატონო ბიძინა, გვალოთ, მეც ვიცი რომ ჩემნაირი ექიმი არ არის საქართველოში. დიახ. და როდის? ხვალ. ხვალ. 4-ზე რომ მობრძანდეთ? არა. 3-ზე? პირველზე? 2-ზე? და მარტო 2-ზე გცალიათ? კი ბატონო მობრძანდით 2-ზე. მობრძანდით. კი, ბატონო ბიძინა, პირველზე გადავტვირთავ და ჩავტვირთავ პინგვინის პროგრამას ტომოგრაფიაში. კი ბატონო. კარგი. აუ რა შარში გავეხული. მიშას რადიკულიტი აქვს. ბიძინას პინგვინსაც რადიკულიტი აქვს. და 2 საათზე მოდის ორივე 1 წუთი. ალო? შალვა? ხო, ოთარი ტატიშვილი. შალვა? გინდა ხვალ 2 საათზე მაგარი სეირი განა, ხო? ხო, მაშინ მოკიდე გუგავას ხელი და 2 საათზე ჩემთან კლინიკაში ტომოგრაფიაზე. ხო. კაი გელოდები. აბა შენ იცი. ძალიან მაგარია. Las Vegas-ში გათენდა. ზე ახლა ამოვიდა. Washington-ში შუა დღეა. დაცემაც წამოვიდა. Amsterdam-ში ახლა 7 საათია. ვიტრინაში დგანან მონიკა, ჯენიფერი, სამანტა, გაბრიელა და ნატია. ტოკიოში შუა ღამეა. რობოტებსაც ეძინება. სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა. ფხენიანთა შელიგება. თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა. გამარჯობა, ღამის შოუ იწყება.
ერთი კვირა დარჩა პრეზიდენტის ინაუგურაციამდე. ამბობენ, რომ ისეთი მოგზალებული იქნება ეს ინაუგურაცია, რომ ინაუგურაციასაც ვერ დაარქმევა, უფრო გურაცია ალბათ. სულ რაღაც 100-150 კაცია დაპატიჟებული და ქართულმა ოცნებამ უკვე ფუნქციები გადაანაწილა. აი მაგალითად, ხაჭაპურს ელისო ჩაფიძე დააცხობს, ელისო ჩაფიძე. ლიმონადს გოგი თოფაძე მოიტანს. თევზზე იქნება მურმან დუმბაძე. ოღონდ მურმან დუმბაძე მოიტანს გამოყვანილ გამხმარ თევზს. შემდეგ ტყემალზე იქნება ტყემალაძე. და აი ეზოში ხიზძირში პატარა მაგიდასთან და პატარა სკამებთან ორი კაცი ფულს რო წერს ხოლმე ეს ჩვენი ტრადიციის მიხედვით ხო ესენი იქნებიან ესე იგი ფულს რო წერს იქნება ხადური და აი ვინც ფულს დადებს და იმას რო ერთ ჭიქაღვინოს დაალევინებს ეს იქნება სოზარსუბა მე უკვე ვიცი რა სადღეგრძელოები იქნება იმ დღეს ესე იგი დაიწყებენ თავიდან რომ მოდი ჩვენი შეკრების მიზეზს გაუმარჯოს და გაუმარჯოს გიორგი მარგველაშვილს ამის შემდეგ იქნება დედმამიშვილების სადღეგრძელო ძმები ბერძენიშვილების თამადობით შევარდნაძის და სააკაშვილის თამადობით წასულებს მოიგონებენ წასულებზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება და ჩვენ მომავალს გაუმარჯოს იტყვიან ირაკლი ღარიბაშვილის თამადობით ხვავი და ბარაქა მოგცეთ ხალხო ღმერთმა როგორც ბიძინას აქვს ესეც სადღეგრძელოც იქნება ამის შემდეგ აი ვინც აივლის და ჩაივლის და კარგი თვალით შემოხედავს ყველა ასეთ კაცს გაუმარჯოს ჯეიმს აპატურაის თამადობით და ბოლოს ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრების სადღეგრძელო ირაკლი ალასანიას თამადობით მოკლედ ძალიან დიდი ამბავი ატყდა მონარქიასთან დაკავშირებით, რომ მონარქია უნდა დაბრუნდეს საქართველოში, საქართველოს უნდა ყავდეს მეფე, ამას ყავს მოწინააღმდეგე, ყავს რა თქმა უნდა მხარდამჭერიც. ზოგი ამბობს, რომ აი ჩვენი ბიუჯეტი ძალიან გაიზრდება, მეფე რო ყავდეს, არ გაიზრდება, რატო გაიზრდება? შეითავსოს ამ მეფემ რამდენიმე თანამდებობა და ბიუჯეტი არ გაიზრდება და ეყოფა ის ბიუჯეტი რაც გვაქვს. აი მაგალითად, მეფე აფხაზთა, ქართველთა რანთა, კახთა, შირვანშა, შაჰანშა და პირველი არხის გენერალური დირექტორი ქაი ხოსრო მეორე. იმ დღეს თურმე დავით აქუბარდიას დაურეკა ასლან აბაშიძემ. და ასეთ რაღაცას ეუბნება, რომ მონარქია და ფეოდალები თუ გინდოდათ შეგაცო მან არ ვიყავი, რატო გამაგდეთ. პრინციპში მე თანახმავარ. იყოს მეფე. იყოს საქართველოში მეფე. არც ერთმა მთავრობამ რო არ მაღირსეთ ჯანდაცვის მინისტრობა, ხო? იყოს მეფე და მეფის კარზე ვიქნები კურნალ თუხუცესი. ეს ყველაფერი არაფერია, უმნიშვნელოა. ყველაზე მნიშვნელოვანს მოგახსენებთ, ამ კვირაში გუგა კუზანოვი გავარდა მეგაპროექტიდან ცეკვავენ ვარსკვლავები. და ახლა დააკვირდით. პროექტის მსვლელობის დროს თუ ჟიურის წევრებს ნელ-ნელა რაღაცეები მოძვრათ არ გაგიკვირდეთ სანამ ჟიურის წევრები ჯერ კიდევ სიმპათიურად და კარგად გამოიყურებიან ჩვენ გაგიკვირდებათ და ვიწყებთ ღამის შოუს გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ზეზვამ და მზიამ საქართველოს სახელი შორს გაიტანეს ხოლო გუგა და მზია გავარდნენ ზეზვას და მზიას არ ეცალათ ამიტომ მოვიწვიე გუგა და მზია გახლავთ მოგლეთ მე მინდა რომ გუგა დღეს მინდა რომ შენ გააკეთო შოუ დღეს არის შენი შოუ ოღონდ გეხვეწები არაფერი არ მოგვაჭრა არავის მეცდები ყველანაირად კარგი შენ როგორი მაყოფილი ხარ ასეთი მეწყვილე შენ ესე იგი პროფესორზე ნაკლებთან არც ეყვა დონე ხალი ხარ რა იმიტომაც გადიხარ ფინალში შესაძოდაო
როგორი მეწყვილია? მე მჯობია? ეგეც შეგეთხოს ნუ მისვამ რა. ესე იგი მჯობია. კარგი. არ მithქვია მე. როგორი მეწყვილია მზია? კარგი, ძალიან კარგი. ახლა მე რატომ მეკითხები შენ? ნერვებს გიშლი რა? კი, ისევე როგორც მე? ალბათ უფრო. უფრო. რამდენჯერ დაგივარდა? Хорошо. მზია. ზია, სხვათა შორის აი ეს დაკონკრეტება კარგი იყო, კარგი. რამდენჯერ დაგივარდა ეგრეთ წოდებული პადდეშკის დროს? Спасибо, Залётов. ორჯერ. ორჯერ. კი, სხვა შორის ეხლაც იმით დადის. რითი? აი ბოლო ცეკვა ხო ნახე? კი, და არაჩვეულებრივი. სანამ ეს ბოლო ცეკვა გავაკეთეთ. ბოლოც ეკო რო გავაკეთე და ბომკლაპი და პარკეტზე ვარჯიშის დროს. ტრენიროვკა. რა არის ტრენიროვკა? სადაურია ტრენიროვკა? მადლობა შენ. Залётов. Вот. Полюбуйтесь на вашу работу. კარგი. მე ერთმა ქალმა მითხრა ხაჭაპურს ვყიდულობდი ვარჯიშს. რას ყიდულობდი? ხაჭაპურის საყიდლად. ცოტა ხმამაღლა ელაპარაკე. ხაჭაპურის საყიდლად მივედი. მაგდას ცუდად ესმის. მაგდას ცუდად ესმის ბატონებია. მე რა ხო და შუაში. ცოტა ხმამაღლა ელაპარაკე. ოპერაციაში. არა, შენ არაფერ შუაში ხარ, მაგრამ ხმამაღლა ელაპარაკეთ. ცუდად ესმის. კარგი. ხაჭაპურის საყიდლად მივედი და გამყიდველი მეუბნებარო. ბატონ გუგას უთხარი SMS-ის გამოგზავნა თუ უნდა? მაშინო გამიდიდო ზუზუები და მკერდიო ბოდიში. ეს SMS-ი ალბათ როგორი ამხელა SMS-ი იქნებოდა, იცი? წარმოიდგინე ხო. და ვერ მივდიოდი, ვერ მეუბნებოდი ეს. გამიდიდო. კერდის გადიდება მოსულა? SMS-ის მაგივრად? ხო. კი, კაცო. პარტერია რა, ჩაოლები. მაგისგან კერდი და ჩემგან SMS-ი. სულ მაგას მომენება ყოველ დღე როცა გავევილი ხომე. უთხარი? უთხარი არ უთხარი. არა, ყველაზე მაგარი ცირკი რა იყო? მაწი აღარ გეტყვის. აი, ყურა გავარდენ ესენი, ხალხო არ უყურებ ჩოუს? დიახ, ხო. ხო და კლინიკასთან გევარდა, ცოტა მოშორებით ჩემ მომხანაკს შევხვდი რაღაცაზე ვლაპარაკობ და ერთი პარტია უცხოელების მოდის, ეს რაღაცას უყურებენ და ხო აწერია კუზანოვ კლინიკ რაღაცა და ეს კი, ეს რეკლამა გიყვართ. ხო რა. კი. ხო და ერთმანეთში ეს კუზანოვ დენსენ, ანუ ტანცორიაო რა. ტანცორი გახდი უცებ, ტანცორ დისკო. ექიმების გუგა რა მინდა იქნა ხო? ამომავთ. ეს ერთი მყავს ძალიან კარგი ბიჭია ჩვენთან მუშაობს კომპიუტერზე, მონტაჟს აკეთებს ჩემი გადაცემის, ილო იაკობიძე. ხო. ხო და ჯარში მიყავთ მე მგონი და შეგიძლია რომ ტერფი გაუფრთხელო. რატო უკეთეს რამეს გაუკეთე, კაცო? უკეთეს რას უკეთეს გაუკეთე? რაღაცა შემოგთავაზ. მაგალითად. ქალად გადავაკეთო და არ წაიყვარ. უფრო საინტერესო არ იქნება? ქალად რო გადააკეთო ცოდოა ბიჭი. რატო? იმდენი დამშეული ოპერატორი მყავს აქ. ეს უკვე თქვენი პრობლემაა. ხო, ანუ შენ გადააკეთებ და დანარჩენს ჩვენ ნახეთ მიხედავთ. თქვენ მიხედეთ. ისე მაინც არ ინერვიულობთ წელს, მაინც რაღაცნაირი ისე რა ქვია, პრიზებია. რაღაცნაირი შავბნელი პრიზებია წელს. ბინა შავ ზღვაზე და დასვენება მკვდარ ზღვაზე. ბინა თბილისშიო. შავ. თბილისში შავ ზღვაზე. სანამ ეს პროექტი დამთავრდება, შავი ზღვა მოვა თბილისამდე. ან თბილისის ზღვაზე იქნება. ან თბილისის ზღვას შავს საერთოდ დაახმევენ. თემკა იქით. რა თქმა უნდა. თქვენ რა პრიზი მოგცეს? LG-ის ტელეფონი. არა, კიდე რაღაცა ზარაფხანას რაო ზარაფხან. ისინი რა ქვია? რა მოცეს მე? ზაპანკები და ზაპანკები არ ვიცი ქართულად. Запанки, Залётов, как запанки по-грузински? По-русски запанки, а по-грузински запонки. ზაპონკები. Запонкები. Запонკები. ჩემ დროს რატო არ მზია მე და შენ ხო უფრო კარგად ვცეკვავდით ვიდრე შენ და გუგა და ჩვენ რატო არ ვინ გვაჩვენეს? გითხრა ერთი მითხარი, ჰა? ვინ გითხრა რომ ჩემზე უკეთესად? მაგდა ვასაძემ. მაგდას მერე დაველაპარაკე. არა, მე დაელაპარაკე და თუ გინდა გაუდიდე, მაგრამ აი იმის მერე ხო როგორ გეტყვის, იცი? ფოთანი საერთოდ არ ცეკვავდა. ამაშია საქმე. მაგრამ მიდაი ბოკ ღმერთმა არქნას. ტვინის შერყევა რომ მიიღოს. შენ ხო იქ უძლური ხარ და უკვე მე ვერთვები. და რატო უნდა მიიღოს ერთი მითხარი?
იმიტომ რომ ზუკატოვი ირტყვევინები. ხედავთ რა დღეში ჩავაგდე ესენი, ჩემი გულისთვის ახლა დაჭამთ ერთმანეთს. შენ გონია ხა შენზე ვლაპარაკობ ჩვენ? შენ გონია შენზე ვლაპარაკობ? მე რო არ ყოფილიყავი თქვენ რა გეშველებოდათ? გავჩუმდი. კაი, იორდანიის საგზური მოგცეთ, მეც გავატარე. იცი რა არის? აი უცებ ავიწყდებათ რა. აი ეს 6 ეულში რო გაათრევ და ხალხს რო დაანახებ და მეორე სეზონში მიიწევენ და მეორე პროფესორთანაც ეყვებენ, ხო? აი ეს არ აქვს, შენც არ მომიკვდე, გუგა. თუმცა არაფერია. უმადური ქალია. ვინ ათრია კიდე, ეგეც ის არის, რა ქვია რა. მე გათრია შენ შვილო. 9 ცეკვა. დაუმატე კუზანოვთან ერთად 5 ცეკვა, 14 ცეკვა გათრიეთ ექიმებთან. ექიმებმა. ხო. მომავალ წელს ბოლოს და ბოლოს ცეკვა გასწავლეთ. მომავალ წელს იცეკვე მეშახტესთან. და დაგინახავ რამდენ ტურს გაივლი. თქვენ მომიძებნეთ მეშახტე და? მოგიძებნით. კი კაცო, დონეცკში. არ არის ასე იოლი რო უყურებ ყველაფერს. ოთომაც მოძებნა იულია და ეგონა ფინალში იყო, მაგრამ მე და გოჩამ შეუსრულეთ. იორდანიაში მოხდეს თქვენ საგზურები? კი. ჰა? კი. და აპირებთ იორდანიაში წასვლას გუგა თუ შენ გადააკეთებ ამერიკის საგზურად. დღეს მიფრინავ ბაქოში და ჯერჯერობით ვერ გეტყვი. ბაქოში მიფრინავ? დი. უჩემოდ. შენ არ ცალი აქ ახარ და რა ვქნა ეხლა? შენ სად ახარ? ჰა? მე ეგ წავალ ეხლა აქედან და შენ არ გძალებ გადასწრებას. ხიზილალას ჩამომიტან? კი, ხო გითხარი 2 კილოს. და რამდენი ჯდება 2 კილო? 2000 евро დაახლოებით. 2000 евро 2 კილო. კარგი, ჩამომიტანე. მაინც რომ იორდანიაში რო დათანხმდი, ხო? კი, ჩამომიტანე. ჩამომიტანე. პრობლემა. გუგა, რაც მე შენ ცხრიანები გიწერე და რაც მე ხალხმა მაგინა. არა, რატო გაგინა? ერთი მითხარე, რატო? ამიტომ იცი რა არის, ბნელია ხალხი. გონიათ რომ არ გეკუთვნოდა შენ ცხრიანი. ეს ვინ გითხრა ერთი ჰა? მითხარე? კი, დავასახელო სახელი და გვარი? მითხარე. პირველი შენ მაცოლმა. კარგი. მეორე? მეორე ჩემ მაცოლმა. მესამე მზიკოს საქმრო. დროზე გავარდე. მეოთხე გოჩაჩერტკოებმა. ნუ ეს უკვე გოჩა სხვა. მეხუთე გია სურამელაშვილმა. მაინც ერთი ასაკის ხართ და. ვახა შენ ბევრად უფრო მე და შენ ერთი ასაკის ვართ. მოკლედ, იორდანიაში თუ წახვალთ, ჩემი რჩევა იქნება, რომ იქ ზღვის ნაპირზე უფრო ისეთი მედლენები იცეკვეთ და სევდიანი მაინც მკვდარია იზღვა. ეს იყო გუფის მიუძღვენი ეს ხუმრობა. კარგი, სოციალური ქსელები. ეს ძალიან აქტუალური ამოწერილი მაქვს. ანუ რას წერდნენ თქვენი გავარდნის შემდეგ. წარმომიდგენია. მაგრამ მარტო თქვენზე არა, ზოგადად აი ამ ტურის შემდეგ. თქვენ გავარდნაზე არა, ანუ იმ ტურში, სადაც თქვენ გავარდით. Okay, all right, it's good job. გადაგედო? აბა რა. გრიპივით არის რო იცოდი. სანამ ნინა პროექტია ნაციონალების მმართველობა არ დამთავრებულა. კუზანოვს ისეთი ფეხსაცმელი აცვია, ყველაფერზეა წამსვლელი. ხალხო, რა გაყურებინებთ ამ შოუს გადმორთეთ პროფილზე. ამოშორი. ეს იმიტომ რომ კუზანოვი გავარდა. ბოისას და ჭაჭურას ცეკვა მაინტერესებს, თორემ მეც გადმოვთავდი. დღეს კუზანოვს სახე აეხა. მიიგერებ. მაგრამ არა უშახე და მივა სახში და უკეთეს მიიგერებს. კარგი. იყიდება ნაკვეთი კოჯორში. გუფი, ეს შენი პრობლემები არ მინდა აქ სოციალურ ქსელში ძალიან გქო რა. იყიდება ნაკვეთი კოჯორში. მოაგვარე შენ თვითონ. ისე არაჩვეულებრივად გეცვათ ორივეს. ეს ვისი არჩევანი იყო? ალბათ გუგასი, შენ რა იცი ჩაცმა.
შენ რო ჩაცმა შეგეძლოს ასე მოხვიდოდი დღეს შეფუთნული? არც ცეკვარიცის, არც ჩაცმარიცის. კარგი. მე ყველაზე ძალიან მომეწონა გოჩა ჩერტკოევის ჩაცმა. იმ დღეს ჩაცმულობა. ეს რეტრო რო იყო და აქ ჯიბეში რაღაც რო იყო ამოყოფილი, ის გველი იყო? მე გეტყვი ჩემ მოსაზრებას, რატო იყო გველი, ჩემი აზრით. მუსიკა რო უკრავდა, ას თავს ამოყოფდა და აი ხო ხედავ რა საინტერესო ადამიანია. ასე აკეთებდა. კარგი, მე მგონი გველი იყო. კარგი, დავანებოთ ამას თავი. ზოგადად რა აზრის ხართ ჟიურიზე? პაუზა, я не знаю. აი ხა რა ჩენ დაიფიქრე შვილო ერთი წუთი ახალგაზრდა გოგო ხარ და არ გეკადრება? არა, მე ცუდად არ მისვია. უცებ მე იმით რომ ტელევიზორზე გაითიშება და არ გეკადრება შენ აი ეს რაც ახლა შენ No comment. 23 წლის თუ რამდენი ხარ? ძალიან კაი ჟიურია ხოთაშორის. აი გამოასწორა ეგრევე. განსაკუთრებით? მე ხოთაშორის აი წინა ოთარი და იულია რო იყო, მაშინ შეთაებს გქონდა მაგაზი ლაპარაკი, მე ძალიან არ მომეწონა. ნიკა ცისკარიძეზე როგორც ისაუბრა ოთარმა. არ მოგეწონა. არა, იმიტომ რომ ნიკა ცისკარიძე არის განთქმული, რა ვიცი, სოფლიოში განთქმული ბალერონი, ხო? და ოთო არის სოფლიოში განთქმული მოცეკვავე. ოთო ტატიშვილზე მომწ. შენ რომელ ოთოზე? ტატიშვილი სხვა. ხო, ახლა ტატიშვილი my god, შემეშალა. აი რას მართლა გადაედო. მითხარით ახლა, აი ვინც ცხრიანი დაგიწერათ. აი იმ ჟიურის წევრზე რა სიტყვით? ორჯერ ზედიზეთ. კაი ბიჭია. გამიჯერე. И всё? აბა რა გინდა მეტი ვერ გავიგე. მართალი იყო მურმანდუმბაც. რატო ხელი არ გამიხმა ამათ რო ცხრიანი გაუწია? აბა ხალი შენ არა ხარ რომ ძუძუს ოპერაციაში შემოგთავაზო და რა გიყო ეხლა? არა, თუ გინდა პრობლემა არ არის. არა. იცი რა არის? ძუძუს გარდა სხვა პრობლემები არ გაგიგია შენ? არა, თუ გაგ პრობლემა. არა, კარგად შემაქე. არა, კარგად შემაქე, კარგად რო ოთარ რაღაც. კაი, ოკეი, დავიწყე. შენ რა სიტყვი? დედა რა უხასიათო ქალი ხარ მზია? No comment. No comment. 9 ვინც დაგიწერა, იმაზე ვერაფერს ვერ იტყვი? არა, იმაზე ვისყრო, უზომოდ მიყვარს ეგ ადამიანი. გმადლობ. და ვინც 4 დაგიწერა, იმაზე რა სიტყვი? ვინც 4 დამეწერა? იმ ადამიანს, ნუ რა ვიცი. ისე რა? ისე რა. სამართლიანი იყო თქვენი 4-იანი ბოლო? მე თვლი რომ ბოლო 4-იანი არა. შენ თვლი რომ სამართლიანი იყო ეს 4-იანი? კი. ეხლა რო გავალ ბატონი გოჩა ალბათ თავში ჩამარტყავს რაღაცას რა. არა, გაცო, შენ არ გაგიჟდი რა, ვინას ჩაგარტყა. მითხარი 4-იანი. დალაში კი არა ვარ. ვინ რას ჩაგარტყავს გოგო? შევლოთქვა. ვინ რას ჩაგარტყავს გოგო? დავაჭრი ბუმბულებს. არსად გასვლა არ გჭირდება? გოჩა ჩერტკოევი ახლა თვითონ შემოვა. გოჩა ჩერტკოევი. უთხარით. გოჩა. არაფერი პირადული, just business. Like უთხარი, არაფერი პირადული ვერ გადავთარგმნე უცებ ინგლისურად. nothing personal. Nothing Personal. nothing personal. Just whistle. უთხარით. რა გინდა რა ინტრიგას მიგდა. ინტრიგას გიგებ აბა რა? ზია, გინდა გადავждები. არა. არა. გოჩა. Okay, all right. Yeah. Okay. Tell me, man. Huh? What the hell are you doing? What the hell are you doing? Ვისეუბნები what the hell are you doing? შენ. ამათი 4-იანი. დამსახურებული იყო? ეხლა ხო არ იტყვის არა. იტყვის. კი. იყო ჯაივი. ვე 4, yeah, დასახურებული იყო, აბა რა უნდა მეტი რა უნდა დაგეწერა? შენ იცი ახალი ნომრები უნდა მოვიგონოთ ჩვენთვის 25-ები.
მე რო დავწერო? სულ არის შეიბრალი რომ ვერ მიტანენ მე 10-იანები, მე დავწერე 2. და გამომდინე ცუდი. გოჩა, მე ჟიურიში არ ვიყავი, მაგრამ შენ მაინც ვერ გიტანდნენ. ასე რომ მარტო მე შევეჩვია, that's fine. შენ არ გიყვარს ექიმები, მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე. ცოტა რო გავიგე რომ plastic surgery არის შოუში, ფიქრობდი სარკეში ვიყურები, შეიძლება მივიდე რაღაც თქო, ეხლა no. ეხლა მახინჯი გონი ვარ, ამარო რამე გამიკეთოს მე, ამიკამახანე. მობილური დამჭე თუ კლინიკაში დავრეკავ, ხო? რა ხდება კლინიკაში? საოპერაციო მოავზადე. არა, არ მოვა. შენ რას შეცვლიდი გოჩა ჩერტკოევში? Twins. რა შეცვლიდი? ხო გითხრა კაცმა რა გიჭა ჩემგან. არა, ეხლა იცი რა, ნუაბოლებს საზოგადოებას რა. პლასტიკური ქირურგები ტვინს ვერ ცვლით. გააჩნია. ტვინზე მუშაობენ ნეიროქირურგები. Yeah. Well, კარგი. ოკეი, მაშინ მოდი ასე მოვიქცეთ. შენ გინდა გუგასთან ცეკვა დღეს? არა. ჰა? კიდე ცეკვა? გუგასაც არ უნდა შენთან ცეკვა. მე და შევიცე. და ამათმა შეგვაფასონ? აუ, 2 ენებს დაგვიწერენ, ნო. აი რატო გონიათ ბატონო გოჩა, რომ 200-ს დაგიწერეთ? გოჩა, come on man, ვანახოთ კლასი. მართლა უნდა ვიცი. სად არის მე ესენი? Who is the girl? You. No. მე ზუმომწონდეს ლესბიანური გოგონები, come on. მოიცა შენ ცაცია ხარ? შენ ხარ გოგონა. ბიჭო, გოგონა კი ვარ, მაგრამ ცაცია არ ვარ. ესე არა, ესე უნდა იყოს, come on. რომელი ცეკვაა ეს? რა გინდა? რა ცეკვავთ? აბა დაავიწყდა უკვე ცეკვა. რა ცეკვავთ? რა გინდა? სტანდარტ? რა ვიცი. twist. შენ აგვირჩინე. ტვისტი. Twisty ვიცით? იცი რა ვიცი? No, twisty. ტვისტი არა, რამე ისეთი. ტანგო. რომანტიული უფრო. ტანგო. რუმბა? მე შენ ჯორებს შეგიქმნი ისეთი. შენი ძოლი გაგეხრებ. აბლა გალადე. აღარ უნდა ჩემთან ცეკვა. ვაი მე როგორი არა ევროპელები ხარ. დამანებე თავი შენჭირიბე. არა და როგორ მოეწონა ეს იდეა? არა და კარგი, ოკეი. თქვენი მოერიდა გოჩას, ამიტომ მე თქვენ ახლა გაგიშვებთ. და ჩვენ მივხედავთ გადაცემას, ხო შეიძლება? დიდი მადლობა მინდა უთხრა. იმიტომ რომ მიფრინავს გუგა, მიფრინავს, აქამდეც დაფრინავდა ეს ცირკში. შენ იქნები სტიუარდესა. დღეს გუგასი ბაქოს რეისზე. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. მე არ ვიცი ეს ლოგიკური იყო, არ იყო ლოგიკური, სამართლიანი იყო, არ იყო სამართლიანი. მე ძალიან გული დამწყდა, რომ გუგა კუზანოვი და მზია ორლაშვილი გამოეთიშენ ამ შოუს, რასაც ვერ ვიტყვი გოჩა ჩერტკოევზე. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი სტუმრები იყვნენ გუგა კუზანოვი და მზია ორველაშვილი. დიდი მადლობა. გაიხარეთ. All right. ეხლა ცუდი ვილაპარაკოთ. წავიდნენ უკვე. ახლა სერიოზულად მითხარი, როგორ შეაფასებ წლევანდელ მონაწილეებს? ვის? ზოგადად. შენზე კარგები არიან. გეხუმრები, come on. არ მეცეკვე და ამაზე ჭორი არ იქნება? ოკეი, ეს გუდიარებია? Michelin. აჰა. დაფრინავ შენ ამ. გუგას უნდა მიმეცა რომ გაფრინდა. გუგა უმაგისოთაც კარგად გააფრინე შენ შოუდან. კარგი, დაველებოთ ამ. რატომა? შენ წინა სეზონი გავიხსენოთ. შენ როგორც კი წახვედი? Okay. ეგრევე გამაგდეს მე. და მე მახსოვს შენ რომ მოდიოდი და მე ვუბნეოდი man you don't like me man why you don't like me man შენ არ იყავი როგორ გეუბნებოდი you don't like me man
You don't like me, man. Yeah, You don't like me, man. Dude, I like you, but you know. ხო იყო ჯაიფი. ჩემი ჯაივი. ერთი ჯაიფი ხო გააკეთე ამხელა ჯაიფი. და რვაკულა დამიწერე. მანამ ესე გამოვიდო და შავი კაცი მე. 7 დამიწერე, მაგრამ ვინ გითვლის, მაგრამ 7 იყო. კარგი. მაღალი იყო. ოკეი. კარგი იყო. წლევანდელი სეზონი შენთვლი რომ ყველაზე მაგარია? კი, well, რამდენიმე ფაქტორი მანდ, იმიტომ რომ შოუ იხვეწება თვითონ. უფრო გამოცდილები არიან ყველა პროდიუსერები, ვინც იხვეწება. იხვეწება ჟიური. და group მოცეკვავების ვარსკვლავები ვინც არიან, ძალიან ძლიერები არიან. Come on, Julia Gavard. ძალიან ძლიერი. ძალიან ძლიერი. შენი ბრალი იყო ეგ. რატო იყო ჩემი ბრალი? რა ვიცი. არ ვიცი, მე მეზობელი მყავს ერთი ვაჟა, შენ გაბრალებს. ვაჟებს არ მოვწონო რა ვქნა ხარ. კარგი. ქალაქში, ძირითადად თუ მე არ გამოგივლი ხოლმე და დასალებად არ მივდივართ, ძირითადად რითი მოძრაობ? მანქანი? არა, ტაქსი, მეტრო. Well, taxi უკვე give up. იმიტომ რომ სასტუმროს ტაქსი რო გაია, იმიტომ რომ ძღოლები გიცნობენ. მე მანქანასო დაურეკო სანამ არ მინდა რომ შეაწყო ხალხი, ამიტომ მე მიყვარს ფეხით სიარული. ორი დღის წინ გადავწყვიტე, I was like, that's it, fuck it. Oops, sorry. უნდა წავიდე ფეხით. So, წავედი ფეხით, დავდივარ. ჩემთვის ესე სურათებს უნდა წავიღო, come on, სურათები თბილისი მაინტერესებს როგორი გახდა. ესე რუსთაველის ბოლო, ჩავედი, უნდა წავიდე ძველი თბილისი. დადექი ესე, სურათს ვიღებ, ორი ბიჭი ზიან. ესე რაღაც მოკუზულები რო დადიან ეგეთები, you know. So ახალი ტრენდია ჯორჯიაში ესე მოგზაურობ. Yeah, so what the fuck? ხوار მოვიდენ ჩემი ძმა. No. ჯერ დიდი კუდი დიდი სათვალე ესე უცებ ვემცნობენ. 1-2 ცნობს. იციან რომ აქედან არ ხარ ალბათ ეს მეტყობა ალბათ. სურათს ვიღებ და ესე დგას ორნიზიან. და ახლა ვიდექი და მესმის ეს შემომხედა ესე მიყურებს და შენ როგორ გიბჟრიტინებს თუ გიჟუილებს. I don't know. გაჟრიალებს. No, გიბშუტუნებს. გიბშუტუნებს. შენ გითხრეს? Yeah, I was like, what? შენ არ გიბშუტუნებს? ეს ამა no, გაუკვირდა რომ გავეცფას. მეორე მიცნო. მეორე მიცნო და არაფერი ეს ტვიში დაზიანებულია ასე ეთყობა დედამის დაუვარდა პატარა რო იყო ვერ მიგიჩიტო რა არის დამაცადი ჩემი სურათი გადავიღო და წავალ როგორ მიფშუტუნებს კულტურო ხალხი შუტუნი წავედი მარტო ქუჩაში ხსნობენ თუ ტრანსპორტშიც მაგალითად თუ არ ლაპარაკობ მე უგამძივარ მე წინ არ ვჯდები არ მიყურებენ და ერთხელ ტელეფონმა დარეკა ამერიკიდან და well hi hello და მოტრიალდა ტაქსში ხარ ამ დროს ტაქსიში ხო მოტრიალდა მძღოლი ძალიან სასიამოვნო ხანშესული კაცი oh my god wow I'm like wow hi ეს ახარ თქვენ ცეკვა ეს პირველი სეზონი იყო ეს მგონი თუ მეორე. პირველი თუ მეორე. ხო, რა მნიშვნელობა? თქვენ ხართ ეს ცეკვავი ვარსკვლავი ამ like კი, ძალიან სასიამოვნო და ეს თავიანთი ის რო აქ რო ლაპარაკობენ. რა ქვია ქართულად? რაცია. და უნდა რომ თავი გამოიჩინოს და ოპერატორს ურეკავს ვიღაც ქალმა აიღო და უნდა აი იცით ვინ არის ჩემ მანქანაში აი ცეკვავი ვარსკვლავებს კი გისმენ კოჩა ჩერტკოვი გადააგდე ნაბიჯვარი Oh my god. ეს კაცი ეს თან ვერტიშავს თან ესე. მე უკვე ის აგზელებს. მე უკვე ანდერძი მანქანაში იყო რაღაც გადავარდები. ეს ვეღარ თიშავს ის ქალი იქიდან ვერ ვიტანს საზიზღარი მაგისი დედა მაგისი ეს კაცი ისე oh my god შემეცოდა ცოტა იყო კაცი. თუ ბოდიში I'm like it's okay. არაფერი წინ იყურენ. არა უშავს. ეს არის ჩემი ტაქსი გამოცდილი. იმარიაჟა. გოჩა მიზის ჩერტკოევიო.
Ja. ამიტომ რა გინდა? ნაბიჯრები, ფშუტუნები, ყველაფერი. You name it. კი, არა, საქართველოში იციან ადამიანის დაფასება. no, არა, no, ხალხი ნამდვილად არაფერი ცუდი არ მეთქმის, იმიტომ რომ ძალიან კეთილია ხალხი. მე მინდა ვთქვა, რომ გოჩა ძალიან ბევრს სვავს. ვეღარ ვეტევით ანსტა, შენი ბრალი ესო. ეს იცით ეს როგორც სიოლ, როგორ არის სელაპი? Shot, yes. ერთხელ წავედი, ჯერ კიდე მთრალი ვარ. მე დამაბრალა. აბა ვის დააბრალ? შენ წამიყვანე. ეგ იყო მაგარი? მოყვები, მეც მოყვები რაღაცას. ეხლა იქ ტაქსის მძღოლი არ მყავდა, მაგრამ ლუდით დავიწყეთ. დავიწყეთ beer. პივა. და რამდენი ენაზე ვილაპარაკე? ლუდით დავიწყეთ. მეუნები გოჩას რომ გოჩა მეუთხარი 1 კათხა 2 კათხა მეთქი ეს ლუდი აღარ მეუთხარი ვოდკა მეუთხარი a little bit ვოდკა Little bit. no man მეუნება no მე ბოთლი ნომერი 6. მე რაღაც ეს მეუთხარი ნუ მე უნდა დავლიო მეთქი არაყი უნდა მივაყორო ლუდს ვარიანტი არ არის მეთქი მოვატანინე 1 ბოთლი პატარა ჩემთვის დამიდგეს ეს არაყი დავისხი ჩემთვის ეს არაყი ასე ავიღე ესე დაორთქლილია ასე არაყი და გოჩა მიყურებს და fuck დამისხი პრობლემა არ უნდა დამაწყებინო თუ მე სად მოვხვდით ვინ იყო ის ხალხი ყველასთვის I have no idea ის პატარა გოგონა იყო იქ რო გავარდა ნინი ცნობილაძე იყო მე ძალიან ბევრი სხვა გოჩა შენ რა გენაღლება წახვალ ამერიკაში და მე სულ ასე ვხვდები სადღაც რა არ მაგაში ცუდი მე გადასარევია რა ცუდი ამის ცხოვრება რა დათვერი მე მოდი TV show-ზე ილაპარაკე მე კიდე წადი კიდე დათვერი დაიძინე good life მე მაგინებ ლანძღავე მე ათიანები დაუწერე ყველას უყარხარ ინო ხოჭა გეგონოს მეც ლანძღავენ ვინ მეც გამლანძღავს ტაქსიში ტაქსისტმა ზუსტად აი გეუნები რა არ მინდოდა მოყოლა ტაქსის გამოვიძახე ტაქსი მე ჩავჯექი მივდივარ შევხვდი გზავს ეუნება ცენტრი შევხვდი გზავს მივდივარ იქიდან ქალია და მივდივარ როიცოდე ვინ არის ჩემი მგზავრი ეს ეუნება ვინ არის ამისთანად ეს ეუნება რომ ოთარ ტატიშვილიო აი ხო გითხარით ჩვენ დაშორებული ტყუპი ძმები ვიყოფილ ხო ოთარ ტატიშვილი და ის ქალი რას ეუნება ეგ გოჩა ჩერტკოევის მაკაცია გადააგდე ეგ ნაბიჭვარი ეგენი ერთად დავინახე იმ დღეს სვავდნენ მაგის დედა მაგის მამა და ეს კაცი თიშავს ასე არ მინდოდა მოყოლა ჯერ სათხარ ჯერ შეუნახო რომელი ხინკალი მოგეწონა უფრო მთიულური ქალაქული თუ ლათინო ამერიკული მთიულური არა რომელია ერთი სხვა მომწონს მე შემასახე შენ ის ჩიბურეკია გოჩა ნო ეგეც კარგი აი ამ ხელა იყო ეს ხო ეგეც კარგი რომელია ჩიბურეკი იყო ამ ხელა ნო სხვა რომელი გამოგეწონა შენ მე გეტყვი ხინკალი ერთხელ შემეშალა სახელი და სხვა ჩამოთვალა მოხეული მთიულური ერთეგივია მე მგონი მე ვერ დავიმახსოვრე და რო უთხარი რომელი გინდა უთხარი მოგლეჯილი მოხეული მე მეგონა მოხეული დამავიცდა სე მიყურებს სულელივი მოგლეჯილი სენ შე მოგლეჯილი შენ რამე ჯილდო გააქვს ქართული სახელმწიფოებრივი no მართლა არა გაქვს არაფერი ჯილდო არ დაგაჯილდოვეს შენ ქართული no ჭორებია იცი რატო არ გაქვს რატო არ ვერ ხვდები იმიტომ რომ არ იცი ვის დაკრულზე იცეკუ მე მინდა დაგაჯილდოვო შენ ბრით არაკი ბოთლი არა ასაკი გემატება მაინც მადლობა
მეორე რა გინდა ორი? განახებ რა გინდა? მომეც. ეს რო ეს მოკუზულიერებდადი უნდა ჩა. არა. აი ასე ხო ივლია საკში რო შეხვა. უკვე ეგრე დავდივარ ალბათ. ასე ხო ივლი ხომ? Oh fuck რო იტყვი. I'm not able. აი. და შენ იცი და მე აი ასე და მე რო გაგახსენდე ხოლმე და საქართველოს და ასე გაკეთე. აჰა, thank you. ეშე. მადლობა. ოკეი. მე გავხსენი სტუდია. რისი სტუდია? გოჩა ცეკვის. ო, კონკურენტია ახლა. დალაში არა, აბასად. ხაშურში. და პირველი წარმატებული წყვილი მყავს, რომელიც მინდა რომ მომავალ წელს ჯერ ცეკვავენ ვარსკვლავებში ვცადო, Dancing with the Stars და შემდეგ უკვე დიდი სცენა, Dancing with the Stars-ზე დიდი სცენა რა უნდა სცადო? თუ არა? სოფლიო ჩემპიონატი. No, Dancing with the Stars დიდი მაყურებელია მეტი. მაშინ სოფლიო ჩემპიონატი და რატომ ეკამათე? იმიტომ კონკურენციას მიქნი. შეეშინდა უკვე. შეეშინდა ჩემი ხაშურული წვილის. მე მინდა ჯერ წარვადგინო გოგო ჩემი წვილის. შემოიყვანეთ მეგობრებო. შემოიყვანეთ. იცანი? მიცნო, მანამდე ვნახე და საერთოდ მე ფეხებს უყურებ. არ გაჩენია მე. რა ქვია? მეც ფეხებით ვიცანი, სიმართლე გითხრა და მე თმებით. არა, თმები ხოლმე ამაზია, ესეთი ფეხები თუ გათ რა თქიდა თმები. აღარ არის საჭირო. მართალი გადაიხოდრე. შემდეგში მოვდივარ გადახოდრე. არა, გოჩა, კარგად ისხედით, მოიწიე. ალბათ ბოიფრენდი არ ამეყავს, მე არ მინდა ვიღაცა შენ ახლა შორენასი გეშინოდეს ამის ბოიფრენდს ნუაბრალო. ო, გოჩა. შორენა ვერ მომერება და ამის ბოიფრენდი შეიძლება მომერიოს. შენ ვერავინ ვერ მოგერება. მოიწე, კარგად ისხედით, კარგად. მოდი. ერთი 3 კადრი მინდა მარტო და მაყუჩი ვარ, ძმებო. 3 კადრი. ოკეი, ეს გოგონა ავარჩიე კასტინგზე. ეკო შეიცვალა თავის იმიჯი. და ვერ მიცნო სხვა სახელი და გვარით მივედით და კასტინგი წარმატებით გავიარე, გოჩა. კი, მართალია. იცი რატო დაბერდა ვერ ხედავს. მე გოჩა რომ ნახე, საერთოდ არ გაჩენია კითხვა რომ ძალიან შევიცვალიან სხვანაირი ვარ, რა შვები არც ეკვავ რაღაცებს შოუ ნომერი რაღაცები. ეს გოგო იცანით თქვენ? ხმამახლა. Yes. ოთამა. მოდი მოგლეჯილი ხინკალი მოხეული ხებსური თუ რომელი მე მახსოვს სვანი. Oh, same thing. Come on. ესე იგი შენთვის მოხეული, მოგლეჯილი, ხებსურული და სვანი ერთი მოხეული ახსოვს ერთი სახე რომ გამიგლიჯეს მაგას გულისხმობ და ეს რეზიკო მრგათიშა მე ნახე იქ უყურებდი. ამერიკაში უყურებდი. ეს იყო ტრილერი. ესაა ბუმ და ეკო წავიდა ფუმ. ეს იყო ბუმ, ეკო წავიდა ფუმ და მოყევი ახლა ვინ გადაგარჩინა. ოთარ პატიშვილმა ჩვენ ექიმი. პირიდან მომდიოდა სისხლი. ტუჩიდან. ტუჩიგნიდან, ანუ ტუჩი შიგნით ახლა შესაბამისად პირიდან მომდიოდა სისხლი. შენ ნანახი გაქვს ამის ტუჩი შიგნიდან? ამ შოუ შემდეგ ნახავ იმედია. ბიჭი მოვიდა ფოტოშოპ, ამას კიდე პატრონი ყავდა და რაღაცა დამირეკეს ზემოდან. ვერ იცნობდო ლუდმილა მოდისო ერთი ხო, გოგო. და რაღაცა და ის აი თავისით მოვიდა, გოჩა, თავის შრომით მიაღწია ყველაფერს ბიჭი სტუდიაში.
რა წყვილი გოჩა თქვი? ამან რომ მოინდომოს გალახვა კი არა ერთი და მეკვდარი. არა ეს ჩემი წვილია ცეკვებში ცხოვრებაში კი არა. ხომ არა გალახვა რომ მოინდომოს, მაინც ფუ. მაინც და მაინც ფუ. აი თუ ინდა მოინდომოს ცხოვრებაშია თუ ვირტუალურია ფუ. აი თუ ხარ შენ კუზანოვი ხარ ჭკვიანი და უახლოვდები ამას. მომიშორებს თავიდან ეგრევე წამში. ხო და მაგიტო მოვიწვიე. ზურა მატატაშვილი. მატატაშვილი. ეს იგონებ თუ ნამდვილი გვარ. აი, ხო გეუბნები მოსაშორებელია. არა, სერიოზულად მატატაშვილი. მატატაშვილი. კი, ესენი არიან ბურგუნდიიდან. ბურგუნდიიდან. ქვემო. ეს არის ჩემი მეგობარი, ზემოწახელად სერე. როგორ ხარ სერე ხა უცებ? კარგად, ოთარ, კარგად. კარგად იქნება ესეთი მეწყვილე დაგიყენეს და. აბა. ეს ბოლო ერთი თვეა რაც ცეკვავ კარგად ვარ. კი, ეს არის ჩემი number 1 couple. იცი რა მიჭირს? ხო. ხაშურში სიარული ვარჯიშებზე დაიმატე, თორე ის კარგად. არაფერი, ეხა სტუდია მე გადმოვიტანე უფრო ახლოს. წეროვანში. იქით ჩამოგეტანა ბურგუნდიაში. ხო და ცოტა უფრო უკვე წეროვანში, მე დიღომში და მე ასე. ასე რომ მოკლედ, ამიტომ ვიცეკვოთ და მე და შენ შევაფასოთ. აი რას დაუწერდი ეს ყოფილიყო შოუზე, იმიტომ რომ მე ხომ უნდა ვიცოდე წინასწარ ჩემი წყვილი. კი ბატონო. ოკეი? ოკეი. დილ? დილ. ასე დადექით. ეხა დადექით. დიახ. მოდი. მე სდა. წელზე ხელი შემოხვია. შემოხვია ბიჭო წელზე ხელი. შეფასებები თქვენ დაიწყეთ. ნო, შენ დაიწყე. კეთილი შენ ხარ. სიბოროტე ბოლოში. ოკეი. თავი. You know, I think it was very economy twist. No? ეკონომიური ტვისტი იყო. არა, რაზე იყო ეკონომიური? ბიჭი არ მოძრაობდა. შურს. Yes. Okay, შეაფასე მაშინ შენ. ძალიან კაი ენერგია აქვს ზურა, ხოჩა, ზურა, right? Yeah. მეწყვილე. ნატურალური performer. ეკო რა თქმა უნდა, you know. შენ ესე დადგე და ესე, you know. ოდნა. No, პირიქით. ძალიან კაი ნომერი იყო, ძალიან ესეთი ხალისიანი. ხასიათი? კარგი. Right on. Right now. Twist. Okay, ქორეოგრაფზე რა სიტყვე? კარგი, მომეწონა. ჩემი დადგმული ცეკვი. ბევრი რაღაცა აკლდა, მაგალითად, ამის დადგმული რო იყო, ის იყო ცუდი. დარჩენი, ნუ მართლა ძალიან კარგი იყო, მომეწონა. რატომ მიაყენე შეურაცხყოფა და თქვი იდგა? ეკონომი. მე უკეთესი მინდა რომ იყოს. ეხლა გინდა იყოს შენ, რა ქვია, კაცრი? Ja, იმიტომ რომ ეს ჩემი წყვილია და ჩემი სახელით გავა. ცირკში გაგახსენებ. ცირკში გამახსენებ. სიმკაცრეს. Okay. ეხლა იყავი კეთილია. 25-იანი. არაჩვეულებრივი. 25-იანი. არაჩვეულებრივი. ძალიან დიდი მადლობა. ბრავო.
მეგობრებო, მე ამათ გავაცილებ გოჩა და დააგიბრუნდები. მოკლედ, ეკო ფანგანი და ზურა მატატაშვილი. ოკეი. ესე იგი კვირას რა ვშვებით ჩვენ? ვსვავთ ალბათ. ხო გამოვიცანი, რაი? ია. რა ვსვავთ? არაყი. ნო. ამჯერად თავკვერი, თქვი? უნდა მეთქვა ვისი თავ. მოდი მე ჯერ შენ დაიწყე, გიყურებ. როგორ წავა შენი თავ პროცესი? და თუღი შემოგიერთები. ასეთი სახელი აქვს ამღვინოს კაცო რა, ეს სახელი აქვს. თავკვერი, ოკეი. ოკეი, fine. ოკეი, მოდი ისევ ქაწითელზე გავჩერდეთ. ია, ხაჯობია ვიდრე ციტელი მალე. ციტელი მაინც. ყველა ფერზე გაქვს, კაი, ოკეი. ია. გოჩა ჩერტყოევი იყო ჩვენი სტუმარი. ია.